მოგესალმებით. ეს არის არხის ტაროს მოყოლთათვის და მოდი ვნახოთ დღეს ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით. ვის არასვენებთ. ვისგან ვის გონებიდან არ ამოდიხართ. ვისთვის ხართ ძალიან დიდი სასჯელი. მოკლედ ვნახოთ. არავინ არ ჩაიფიქროთ. მე თვითონ გეტყვით ვინ არის და რა უნდა და რა ენერგიებშია. მოდი ვნახოთ ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით. მოდი ვნახოთ ვინ ხარ შენ. ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით? თვალთვალი. თვალთვალი 24/7-ზე, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ რეალურად სულისადმი შეიძლება რომ თქვენზე გარკვეული ინფორმაცია მოიწიოს, ის აუცილებლად იქნება. ეს იქნება ინტერნეტში, ურჩე, ქუჩაში, სამსახურში, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, საიდან შეიძლება ხდებოდეს თქვენი კონტროლი, ვერ თქვენთანგან სხვათა შორის დისტანციაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენთან ახლოს არ არის, ფიზიკურ მდგომარეობას გულისხმობ, ცოტა შორს არის. სხვათა შორის ძალიან სამართლიანია, მინდა გითხრათ, არ გამოვრიცხავრო სამართლებრივი თვალსაზრისით მუშაობდეს, ეს შეიძლება იყოს იურისტი, პოლიციელი, სხვათა შორის ხმლების თვალსაზრისით ექიმიც. აი, აქ არის ადამიანი, რომელიც შორიდან თვალს გადევნებთ. თქვენ გზას გაყურებს. აშკარად ვხედავ, რომ შესაძლებელია საზღვრებიც კი იყოს დაშორებული. შორს არის მენტალურად და ფიზიკურად თქვენგან. ამიტომ ვცდილობთ რაღაცნაირად სხვა კუთხით თქვენზე ინფორმაციების მოძიებას, თქვენზე თვალთვალს და ასე შემდეგ. ეხლა აქ რაღაცა გარკვეული პაუზაა, დუმილი, სადაც თითქოს გადაწყვეტილებების მიღება უნდა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა მისთვის, ან თქვენ რამდენად ღირებული ხართ, კი ბატონო. აქ არ გამოვიწყობ, რომ თქვენთანაც დაბლოკილი ყავთ ეს კაცი. პარალელურად აი ზუსტად ისე საზღვრებს განსაზღვრავ. კიდე რა არის, ვინ ახარ, სად ხარ? უახლოეს პერიოდში აუცილებლად გექნებათ საუბარი. აუცილებლად შემოგივათ რაღაცა შეტყობინება, ეს იქნება სატელეფონო სივრცე, ეს იქნება SMS-ი, ეს იქნება ზარი, სადაც მოგვიწევთ რაღაცა გარკვეული სერიოზული საუბარი ამ ადამიანთან და უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, მიაქცეთ ყურადღება 8 დღის ტენდენციას, 10 დღის ტენდენციას, აუცილებლად შემოდის რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთან ამ ადამიანისგან. საკმაოდ ძლიერ ქალად ხედავთ სხვათა შორის, ქალი, რომელიც სტაბილურია, მყარად დგას მიწაზე, ძალიან სექსუალურია, ძალიან განათლებულია, ძალიან ღირებულია. აი ესეთი დამოკიდებულება. ვინ ხარ შენ? ბოლო მითხარი, ვინ ხარ შენ? ეს არის ურთიერთობების სადაც პაუზაა, ეხლა შემოძრიფასება რაღაცა დააპაუზეთ, სადაც თითქოს ორივე მხარე განსაზღვრავთ იმ ფაქტს, რომ აქ წინააღმდეგობებია ბევრი, რომლის გადალახვაც უკვე საკმაოდ რთული გახდა. აქედან გამომდინარე, თვითონაც რაღაცა დროს დამომეცელოდება, რომ იმოქმედოს, შესაძლებელია ის ზუსტად ეს წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში თქვენი საზღვრები იყოს და ეს მანძილი, ფიზიკური მანძილი შემოწირფასება. ამიტომ აი რაღაცნაირად ფიქრობს ამ მანძილის შეიმოკლებას, ან ტრანსპორტი ამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა გამოიაროს და თქვენამდე მოვიდეს. გავუქენთ. ხო, ვისთვისაც აქტუალურია გაგრძელოთ ხოლმე, მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ახლა თქვენ დღევანდელი გადმოსახედიდან, რა დამივარდა მათ ყუარას არკანი, როგორი მიჯაჭვულობაა, ძალიან სერიოზული სექსუალური მიჯაჭვულობა, ვნება, რომელიც ზენიტში აქვს და რომელიც აგიჟებს, ბევრ თქვენთაგანთან, სადაც ეს ტენდენციები არის მეგობრებო, სტრაშნის უძიმე განაჩენი, სექსუალური არკანი, ეშმაკი, აქ არის რაღაცა გარკვეული ნეგატიური ენერგიების ზეგავლენა, თასების დედოფლისგან, აქ არის პირდაპირ მნიშვნელობით სექსუალური მიჯაჭვულობები, ვნების ფაქტორები არის ძალიან კარგად დამუშავებული, ოღონდ არა ჯანსაღი გზებით, კი ბატონო. ხა ვინც ცოტა ტაროში ერქოვით, გურუმი ქალი, მძიმე განსაჯდელი ეშმაკი, კვერთხების ტუზი და პარალელურად ნახეთ როგორ მუშაობენ. ამ კაცზე არის რაღაცები ნამოქმედარი შემოძრიფასება. ეს ადამიანი ის არის, ვისთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, ვისთანაც ეხა პაუზა, ვისთანაც ეხა გაურკვეველი სცენარია, თვითონაც გაურკვევლობაშია, დისტანცია, სადაც საზღვრებია, სადაც დაბლოკილია და ვერ ხერხდება პირდაპირ კონსულტაციაზე გამოსვლა, ან ფიზიკური შეხება და აქ ვიღაცამ ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავა მასზე, თუ ის ქორწინება შეკორწინებიდან მოდის, თუ არა და მაშინ მისი ძირი, ოჯახი, დედა, აუცილებლად. რამდენს სწოდავენ, ღმერთო ჩემო, კი ბატონო, აქ მოხდა ტყუილები, აქ იყო ღალატის ენერგია, აქ იყო ძალიან დიდი ტკივილის ენერგია, მაგრამ დამერწმუნეს შემოძრიფასება, რომ ეს არ იყო მისი პირადი გადაწყვეტილებები, აქ გუდიანმა ქალმა კვერთხების დედოფალმა ხელი შეუწყო ზეგავლენების თვალსაზრისით და მოხდა ღმერთო ჩემო.
4 არკანია ჯადოსი, 4-5 არკანი და 5-ვე ამოვიღე. ან უბრალოდ გარდაუვალია, რომ ამ ადამიანზე არის რაღაცა გარკვეული ზეიგავლენები, სხვათა შორის ამ ზეიგავლენებმა ძალიან უკან დახია, როგორც ფინანსურად, როგორც პირად ურთიერთობებში, ჯანმრთელობის პრობლემები მიაქციოს. თუ ხვდებით ვიზე მაქვს საუბარი, აქ ძალიან დიდი დანაკარგები იყო ფულადი. ეხლა რაღაც პრობლემატურ სცენარს გადის, თქვენ ხმლის დედოფალი ხართ, დისტანციას იჭერთ, არ მინდა არ მომიკარო, ესეთი პოზიცია გაქვთ არჩეული, ახლა ძალიან ხისტი ენერგიები მოდის. კაი, რა მოხდება ამ ურთიერთობაში, რაიმე სასიკეთო ცვლილებები იქნება? რა გაბრაზებულები ხართ მესამე პირები, შესაძლებელია ეს მესამე პირი თქვენი მხრიდან იყოს და ეჭვიანობდეს და ფიქრობდეს, რომ მესამე პირია ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე მოხდა ურთიერთობის დასრულებაც და დაპაუზებაც და ეს დისტანციაც, რომელიც გიჭირავთ, შესაბამისად ამის გამო გიჭირავთ, ან თქვენ გაქვთ ესეთი პოზიცია, რომ მასთან არის მესამე პირი, იმიტომ რომ ერთმანეთს ბაძავთ, ხო, თუ შემოგადავიდეთ, თქვენ ხმლების დედოფალი ხართ, ის ხმლების მეფეა, შესაძლებელია ერთი ჰოროსკოპის მატარებლები იყოთ, ან ერთი ძალიან გავდეთ უბრალოდ გემოვნების თვალსაზრისით, ფიქრების თვალსაზრისით, აი რაღაცნაირად იზიდავთ ერთმანეთს, ან არ ეკლიხართ ერთმანეთის, თუმცა ხმლების მეფე ხმლის დედოფალის აოცრება უბრალოდ, აი არ ვიცი, გატრიალებულ პარტნიორზე მაქვს საუბარი, სადაც ძალიან დიდი ღრმა ემოციები იყო, თუმცა ახლა გაატრიალეს შემოძრიფესება. უახლოეს პერიოდში უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, მაგრამ არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რამდენად მისაღები იქნება ან ეს ურთიერთობა თქვენთვის, ან ეს პარტნიორი თქვენთვის, თუმცა რეალურად არის საოცრად დაბალ ვიბრაციებში, იმიტომ რომ ეს არის მაგიური ზეგავლენების მართავენ და ნახეთ როგორი თვითონაც ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან და ვერ ხვდება რაჭერს. უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რამდენად მიიღებთ ამ ადამიანზე საერთოდ მის წინა დადებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე იმდენად მძიმე ტვირთია მისთვის, უკვე იმდენად მძიმე ტვირთია, რომ დამერწმუნეთ, რომ ტარების საშუალებაც აღარ აქვს. ეს დაიმსგავსა უყურო ჩემოდანს, აი სავსებოა ეს ჩემოდანი და დანიშნულების ადგილას რომ უნდა მიიტანო და ვერ დააგდებ, მაგრამ ტარებაც რომ ფაქტიურად შეუძლებელია, ახლა წარმოიდგინეთ უყუროსავსე ჩემოდანი, აი დაახლოებით ესეთი სცენარია. კონფლიქტი იყო თქვენთან უნდაო, ძახოცეთ აქ ერთმანეთი, ამიტომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდისაც თქვენთან ასე ფიქრობს, რომ აი ეს წინააღმდეგობა, რომელსაც თქვენ ქმნით ურთიერთობაში, ეს არის თქვენი манипуляციები. манипуლიруют. თვითონ არის манипуляტორი და თქვენ მიაჩნი ხართ манипуляტორად, წარმოიდგინეთ. ხო, აი მეგობრებო, აუცილებლად სახლისკენ არის მიტრიალებული თუ აქ განვიხილოთ სამკუთხედს გეტყვით იმას, რომ სამწუხაროდ იმისი სტაბილური ურთიერთობებიდან მოდის ეს ნეგატიური ზეგავლენები, თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ უდაოდ დედის ხელი ურევია სამწუხაროდ. აი მილიონჯერ მithქვამს, რომ ესეთი რაღაცები არ გააკეთოთ, იმიტომ რომ დაისჯებით ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯებით. ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობა აქვს. გრძნობა აქვს და ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და ღირებული, თუმცა ეხლა დღესდღეობით არის კიდევ ერთხელ სიშორე, იმიტომ რომ ვარსკვლავი მეტნაკლებად ნიშნავს მანძილს, თუ ფიზიკური სიშორე არ არის მენტალური სიშორე, ამიტომაც ეს თქვენი დაშორება, ეს ქაოსი, ეს გაურკვევლობები, ეს არ იყო შემთხვევითობა, არ არის შემთხვევითობა, აქ არის ზეგავლენები, აქ არის ნამუშევარი მილიონი%, იმიტომ რომ ხო გავგნიშნეთ წეღანაც, რომ აქ არის 4-5 კარტი დაახლოებით 78 არკანიდან და 5-ვე ამოვიღე. ტიხავს. ვაფრთხილებ ყველას, რომ არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ფაქტიურად იქ საიდანაც მოდის ეს ნეგატიური ენერგიების გავლენა ჩემოძრიფოსებო დახოცავენ ცოტა ხანში ერთმანეთს, აქ მოდის ძალიან დიდი ნგრევის ენერგია, აქ არა მარტო მასთან მოხდება კონფლიქტი ჩემოძრიფოსებო, არამედ ნახეთ დაინგრევა ეს კაცი. როგორ შეიძლება? საკმაოდ დიდი ხანია მოყვება ეს. ნუ მოკლედ აპირებს გამოჩენას და რაღაც წინადადების შემოთავაზებას თქვენთვის, მაგრამ აი რამდენად მიიღებთ და რამდენად იქნება თქვენთვის მისაღები ჯერ არ იცის, თუ იმიტომ რომ თქვენ გიჭირავთ დისტანცია, ხართ ცივი, არ ხართ კონტაქტური, ფიქრობს რომ აღარ გინდათ ეს ურთიერთობა და აი რაღაცნაირად აკეთებს ანალიზს, ღირს თუ არა საერთოდ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ხელახლა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მეყვარხართ, დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავცილოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დალაიქოთ, რომ ბევრი საინტერესო ვიდეო იხილოთ. კარგად.